დაუწესდება თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვების საქართველოს ტერიტორიაზე მიწების შეძენისა სპეციალისტთა ჯგუფი პარლამენტს სახელი ინიციატივით მიმართავს, რაც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ დღემდე მოქმედი კანონი და რაც ცვლილებები იგეგმება. ავტორთა განმარტებით კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე გადაეგზავნა. უცხოელების მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ 2.5 ჰექტარის ოდენობით თითოეულ პირზე. საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რომელიც სპეციალისტების ინიციატივის მიხედვით შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ჩაიწეროს. ავტორები კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობენ და მოქმედ კანონს აკრიტიკებენ. ეს იყო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა ქართველი გლეხკაცის სოფლიდან აყრის ქართული სოფლის ვერ გადარჩენისაკენ, რომ იქ სააკაშვილს და მის მთავრობას შემოეყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ანუ უნდა მოეხდინათ ქართული მოსახლეობის იმიგრაცია და უცხოელების დასახლება საქართველოში. ლაპარაკი არის პრაქტიკულად იმ პრაქტიკის გათვალისწინება, რომელიც დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს გააჩნიათ. კანონპროექტის ავტორების განცხადებით შესაბამისი საკანონმდებლო პარლამენტის თავმჯდომარეს განსახილველად უკვე წარედგინა. აგრარულ კომიტეტში კი აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ. თუმცა ქრონიკასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას მაინც აფიქსირებს. ხომ არ გამოიწევს ეს სერიოზულ გავლენას საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე, ხომ არ წაახალისებს პირიქით დაუშვათ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული სოფლის მეურნეობის განვითარება ვერ მოხდება ავტონომიურად, ვერ მოხდება ჩაკეტილ სისტემაში. კანონპროექტის ავტორთა განმარტებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი გასული წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გამკაცრებაა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს გიორგი ახვლედიანიც საუბრობდა. ქრისტიან-დემოკრატი მთავრობას მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. გავაჟღერეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქართული მიწის საკუთრებაში, მფლობელობაში გადაცემაზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პასუხი ხელისუფლებისაგან, რომ თითქოს და პრობლემა უკვე მოგვარებულია და 2012 წლის ნოემბერში მორატორიუმი უკვე გამოცხადებულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან და უბრალოდ ტყუილთან. საუბარი ამ შემთხვევაში არ არის არავითარ მორატორიუმზე, რომელიც აკრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქართული მიწის საკუთრებაში გადაცემას. პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფ საძოვრებს მიაგნეს. ამ შინაარსის სათაურებით სტატიები უცხოურ გამოცემებში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იბეჭდებოდა. ინდოელი ფერმერების სიმრავლემ ჯერ კიდევ მაშინ სოფელ ბეჯინის სიღნაღისა და ოკუპირებულ საზღვართან არსებული სოფელ დიცის მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა თვეების წინ ისაუბრა. პრობლემის გადაჭრის გზას ბიძინა ივანიშვილი მიგრაციის კანონის დარეგულირებაში ხედავს. ჩვენ როგორც ყველა ნორმალური ქვეყანა, არაფერ განსაკუთრებული არ ვაპირებთ, უნდა იყოს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს ნებისმიერი არა საქართველოს მოქალაქის ქმედება საქართველოში და ამით მე მგონი დარეგულირდება ის კითხვები, რაც თქვენ გაქვთ მხედველობაში. უნდა შეწყდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწების მიყიდვა და უნდა დაუწესდეს თუ არა მათ სხვადასხვა სახის შეზღუდვები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწები აქტუალური თემა იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრისას. დავით კირვალიძემ ოფიციალური მოსაზრების დაფიქსირება არ ისურვა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გააცნო. თქვენ თუ გაქვთ სოფლის მეურნეობის მიწა და გინდათ რომ გაასხვისოთ, თქვენი ნებაა ვიზე გაასხვისებთ და როგორ გაასხვისებთ. ეს თქვენ ხელშია, ასე რომ თითოეულ ადამიანის პირადი გადასაწყვეტია. აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია თქვენ რას ფიქრობთ და სხვა რას ფიქრობთ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, არა მარტო სახელმწიფოს, ეს შეეხება ყველას, მათ შორის ოჯახს. ღმერთმა უკნას, მაგრამ ადამიანს თუ ისე გაუჭირდა, რომ ოჯახიდან რაღაც გაყიდოს ფიქრობ, ჯერ კარგად დაფიქსდება რა აქვს. და მე გადაწყვეტს რა გაყიდოს. დღეს სახელმწიფოს ხელში არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მის ხელთ არსებული სასოფლო-სამეურნეო საავადმყოფოების შესახებ.
10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. ეს ის დამატებითი კრიტერიუმებია, რომელიც ახალი ინიციატივის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართული მიწის შეძენისას მოეთხოვება.